მოგესალმებით სიცოცხლისთვის მებრძოლო დებო და ძმებო. მადლობა რომ ჩემს გვერდით ხართ ამ ბრძოლაში. აზიარებთ ჩემს ვიდეოებს, უზიარებთ თქვენს მეგობრებს, აკომენტარებთ, მაძლევთ რჩევებს კომენტარებით თუ პირადი მიმოწერით. მადლობა ამ ყველაფრისთვის. მე თქვენგან ძალიან დიდ თანადგომას და მხარდაჭერას ვგრძნობ. იდეა სიცოცხლისთვის მებრძოლი აერთიანებს რამოდენიმე მიმართულებას. მაგალითად, პირველად დახმარება, მისი როლი და საჭიროება, მულაჟებთან მუშაობა, სხვადასხვა რჩევები, ავტო, მოტო, ველო თუ ფეხით მოსიარული ან სკროლით მოსარგებლე პირებისთვის, რეკომენდაციები სამედიცინო კუთხით და დაფინანსების კუთხით. თუმცა ამომავალი წერტილი ამ ყველაფერში არის მულაჟები. მულაჟები, რომელთან მუშაობაც გვაძლევს პრაქტიკულ გამოცდილებას და ამაღლებს ჩვენს ცოდნას. თუმცა ეს მულაჟები კოლოსალურად ძვირია და მათი შეძენა მხოლოდ ჩემი სახსრებით ფიზიკურად არ შემიძლია. მით უმეტეს რომ ყავს სამი შვილი, მე თვითონაც ვსწავლობ ჯერ რეზიდენტურაზე, ყოველთვიურად ვიხდი ამაში თანხას, მაქვს სხვადასხვა ვალდებულებები და გადარბენაზე ვარ, მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვათ. ალბათ სხვა ამ წინააღმდეგობის დროს უკვე ფარხმალს დაყრიდა, დაანებებდა თავს ამ იდეაზე მუშაობას, იქამდე სადამდეც მოვიყვანე ამ ჩანთების გაკეთებამდეც, თუნდაც ან ამ ნაბიჯის გადადგომამდეც, ამის მიუხედავად დაყრიდა ფარხმალს და შეეშვებოდა ამ საქმეს. თუმცა მე ყველა არ ვარ და ვაპირებ რომ გავაგრძელო სვლა წინისკენ, იმ მიზნისკენ, რის გამოც დავიწყე ეს პროექტი და რის გამოც ვაპირებ რომ სანამ ის თავის სათქმელს არ იტყვის, სანამ ყველა არ გაიგებს მის შესახებ, მანამდე არ გავჩერდ. ამიტომ დღეს ჩემი ფინანსების და შესაძლებლობების გათვალისწინებით მინდა დავამზადო მულაჟი. ხოლო სახელი უძინართა მზის გელა ექიმის საპატივცემულოდ გელა უნდა დავარქვა. ეს იქნება მულაჟი, რომელიც ყველა სიტუაციაში დამეხმარება მეც და დაგეხმარება თქვენც, რომ ზუსტად და სწორად გავიგოთ ამა თუ იმ პროცედურის არსი და საჭიროება. ასე რომ წავედით. მოგესალმებით მეგობრებო ჩემს საოპერაციო ბლოგში. თქვენ ხედავთ გელას გასაკეთებლად საჭირო ყველა მასალას. ასე რომ დავიწყოთ. ესენი ჩვენი მხრის ძვლები უნდა იყოს, ესენი ბარძაყის ძვლები. ახლა გადავალთ უკვე წვივის ძვლის და წინა მხრის ძვლების გაკეთებაზე. მხრის და ბარძაყის ძვლები რახან არის თითო ლილოვანი ძვალი, მეც ანალოგიურად ვაკეთებ და შესაბამისად წინა მხრის და წვივის ძვლებს გავაკეთებ წყვილ ძვლებს. მოკლედ, მხრისა და ბარძაყის ძვლები მზად არის, ახლა უნდა გავამზადოთ წინა მხრისა და წვივის ძვლები. ესეც მეგობრებო, ჩვენი ზედაკიდურები და ჩვენი ქვედაკიდურები მზად არის. აქ როგორც აგიხსენეთ, გაკეთდა ორი ძვალის იმიტაცია, ზემოთ ერთი ძვალის იმიტაცია. ეს ემთხვევა რეალურ ანატომიურ სურათს და სწორედ ამიტომ გავაკეთე და დავამზადე ესე. ეხლა დეტალები შელამაზდება, მოსაჭრელები მოიჭრება, გადაეჭირება. შემდეგ უკვე დავიწყებ ქსოვილის ფენის გაკეთებას და ქსოვილის ფენის პარალელურად ასევე აქ მოვაქცევ მილს, რომელმაც სისხლდენის იმიტაციის საშუალება უნდა მოგცეს და ტურნიკეტის სწორად დადება გვასწავლოს. ეხლა რა ხდება? როდესაც ერთლულოვან ძვალთან გადის სისხლძარღვები, ის მიყვება ძვალს გარშემო. ტურნიკეტის შემოჭერის დროს ეს ძალიან კარგად იკეტება და სისხლი ჩერდება. თუმცა როდესაც ორლულოვან ძვალზე ვაკეთებთ, ხანდახან ის მიყვება შუაში ლულოვან ძვების შორის. ქსოვილების კომპრესიის მიუხედავად არის ადგილები, სადაც ლულოვან ძვლების შორის მოქცეული სისხლძარღვი არ იკეტება.
ან მისი კოლატერალები ახერხებენ, რომ სისხლი მიაწოდონ და სისხლდენა მაინც აქტიური რჩება. სწორედ ამიტომ გაკეთდა ეს. მოკლედ, ზედა და ქვედა კიდურის ცვლილები მზად არის, მოძრავია. თან ცოტა ძალაც სჭირდება, რომ იყოს ფიქსირებულიც და მაინდა-მაინც ესე არ დახტოდეს თავის ჭკუას. ეხლა ბარძაყის ძვალზე და მხრის ძვალზე გამოვიყენებთ სპეციალურ გადასაცმელს, რომ ცოტა გასქელდეს სიცხეში, რაც შემდგომში გამოგვადგება. ესეცას ზედა და ქვედა კიდური ნაწილობრივ დასრულებული. მოკლედ, მეგობრებო, ჩვენი გელა თითქმის აწყობილი არის. ეხლა უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ როდესაც ვინმე დაიწყებს ამ ჩვენს მულაჟთან მუშაობას, თვითონ გელამბოერო აჩვენოს რამდენად სწორად ან არასწორად აკეთებს თავის საქმეს. ამისთვის გამოგვადგება ესეთი პატარა დანადგარი, რომელიც უკვე იქ ჩაყენდება თვითონ გელასთან, დამონტაჟდება და გვაჩვენებს რამდენად სწორად კეთდება ეს ყველაფერი. ამ შემთხვევაში, როდესაც დაჭერები დაიწყება, ეს 3 ნათურა აინთება. კაპასიტორი გვეხმარება, რომ ეს ნათება შეინარჩუნოს და შენარჩუნებული ნათების ფონზე ჩვენ მივხვდებით, რომ ვაკეთებთ სწორად გუფილტვის კომპრესიებს. უნდა გაკეთდეს 5-7 სანტიმეტრიანი ესე რომ ვთქვათ, კომპრესია, ანუ ჩაწევა გულმკერდის, ზუსტად მაგდონეზე იქნება ესეც დაყენებული, იქნება შესაბამისი ზამბარა და იმ ზამბარის წყალობით მოგცემს სურათს და უნდა მივიღოთ ესეთი ნათება. ესეც ასე წესით ყველაფერი რიგზე არის, ჩავრთოთ ეს ორი ინდიკატორი, როდესაც დაედება ერთმანეთს, უნდა წარმოვიდეს ნათება. როგორც ახსენე წერა, კაპასიტორები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო კარგად შეინარჩუნოს შუქი. დავაყენებ ამ ყველაფერს მულაჟზე და უკვე ჩვენი ესე რომ ვთქვათ კონსტრუქცია მზად არის. ამის 3 საათი არის, მე კიდე ჯერ გელას აწყობა არ დამიმთავრებია. მოკლედ, ბევრმა ესეთმა დეტალმა გამოაჩინა თავი, რასაც მუშაობა დამჭირდა. არეულობა არ შეიმჩნიოთ. სავარაუდოდ დღეს ამას ვერ დავალაგებ, იმიტომ რომ მომდენო 3 დღე ვმუშაობ. ასე რომ ეხლა რასაც შევძლებ იქნება ნაწილი კიდე წავიგდო საქმე წინ და უკვე 2026-ში დაიბადება ჩვენი გელაც სავარაუდოდ.